1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ამიერკავკასიის მეზობელმა თურქეთმა 1918 წლის ბრესტის საზავო ხელშეკრულების მეოთხე მუხლის ამოქმედება გადაწყვიტა, რის საფუძველზეც აჭარის თურქეთისათვის მიტაცება დაისახა მიზნად. ამ დროს საკმაოდ რთული მომენტი შეიქმნა. მემედ აბაშიძე, მიუხედავად იმისა, რომ კარგად აცნობიერებდა საბჭოთა რუსეთისაგან მომავალ საშიშროებას, წინ აღუდგა აჭარის გავლენიანი პირების განწყობას, რომელთა აზრითაც აჭარის დაპყრობა თურქეთის მიერ იყო გაცილებით ნაკლები ბოროტება, ვიდრე ბათუმის დაკავება რუსეთის მიერ. იგი ნათლად უწევდა ანგარიშს იმას, რომ 2-3 თაობის შემდეგ აჭარელ მაჰმადიანებში სრულად გაქრებოდა ქართველობა. ამიტომაც მას ქართველობის დაკარგვის განსაცდელის უფრო მეტად ეშინოდა, ვიდრე რუსეთის ვერაგობისა. სანაცვლოდ, საბჭოთა რუსეთმა მემედ აბაშიძეს საქართველოს ერთგულება არ აპატია. აჭარაში შემოსულმა ბოლშევიკებმა იგი მეჯლისის თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს. მას საქართველოში დარჩენა აუკრძალეს და ბაქოში გაასახლეს. სამშობლოში დაბრუნების უფლება მემედ აბაშიძეს 1928 წლიდან მიეცა. გატეხილი ჯანმრთელობის მიუხედავად იგი ჩვეული ენერგიით ჩაება მხარის ცხოვრებაში. მშვიდობიან ყოფას დიდი დღე არ ეწერა. დადგა ავბედითი 1937 წელი. ბათუმში ახლანდელი 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლს უშიშროების თანამშრომლები დაეცნენ და მემედ აბაშიძე შვილებთან, იბრაიმთან და იფეთთან ერთად დააპატიმრეს. მამუდმა თავს გაქცევით უშველა. ოჯახი დაარბიეს და გაძარცვეს. წაიღეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა. მათ შორის ძვირფასი ბიბლიოთეკა და ხელნაწერები. მაშინ დაიკარგა ვეფხისტყაოსნის მემედ აბაშიძისეული თურქული თარგმანი, რომელზეც იგი დიდი ხანი მუშაობდა. მალე მემედ აბაშიძე თბილისში დახვრიტეს, ხოლო იბრაიმი და იფეთი გააციმბირეს. მამუდი კი მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, მოხალისედ წავიდა ჯარში და მალე დაიღუპა კიდეც. მემედ აბაშიძის მეუღლე სეფურე ათაბაგი და რძალი შაესტერ ბეჟანიძე უსახლკაროდ ქუჩაში დატოვეს და მრავალი ტანჯვა წამება გამოატარეს. ასე დაუფასა ამაგი საბჭოთა მთავრობამ საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლ რაინდს. თუმცა ქართველი ხალხი უმადური არ დარჩენილა. არავინ და არაფერი არ ყოფილა დავიწყებული. მადლიერმა საქართველომ საკუთარ დიდებულ შვილს მემედ აბაშიძეს თბილისსა და ბათუმში ძეგლები დაუდგა. მწერალმა და პოეტმა გრიგოლ აბაშიძემ კი ასე გადმოსცა მადლიერი ერის ამონათქვამი. საქართველო არასოდეს დაივიწყებს ჭეშმარიტი მამულიშვილის, მემედ აბაშიძის ღვაწლს, იმ ნათელ კვალს, რომელიც მან ჩვენს გულებში და მთელი ახალი საქართველოს ისტორიაში გაავლო.